გამარჯობა. გუშინ მოვისმინეთ მთავარეპისკოპოს ზენონ მიარაჯულის ეპატაჟური და სკანდალური განცხადებები. ამავდროულად დღეს მეუფე იობმაც განაცხადა, რომ არის ჩარევები, არის ზეწოლა და არჩევნები არ მიმდინარეობს სამართლიან გარემოში. ეს მოსალოდნელიც იყო, რა თქმა უნდა, ჩვენ ამის შესახებ ვაკეთებდით განცხადებას და ზედაპირზე იყო ისედაც არ ჭირდებოდა ამას რაღაცა განსაკუთრებული სულიერი მჭვრეტელობითი ხედვა. ვიცით რა თუ როგორი ძალა არის ხელისუფლებაში გაბატონებული. სუსი ყველგან ცდილობს, რომ საკუთარი ხელი აფათუროს, ბუნებრივია ასეთ მნიშვნელოვან არჩევნებს ისინი ყურადღების მიღმა არ დატოვებდნენ. მაგრამ ამ სიტუაციაში ყველაზე საგულისხმო რა არის? არის ის, რომ არც ერთი მღვდელმთავარი რეალურად არ საუბრობს ილია მეორის პასუხისმგებლობის საკითხზე, რომელიც არის მთავარი შემოქმედი აი ამ რუსული მდგენელისა, კრემლისტური გავლენის სფეროსი და იმ ნაყოფისა, რომელიც სადღეისოდ მოცემულობის სახით წმინდა სინოდშია წარმოდგენილი, გულისხმობს საკადრო პოლიტიკას. აგრეთვე სამღვდელოებას ცალკე აღებულს როგორც დასს და ბუნებრივია იერარქიას, რომელიც უფრო მეტად გავლენიანია. ამიტომ გუშინდელი ეთერით, სადაც მთავარეპისკოპოსი ზენონი საუბრობდა რაღაც რუსულ გავლენებზე, საცეცებზე, მეუფეშიოს ზილოტურ მიდრეკილებებზე, ბოლომდე არ იყო გულწრფელი, იმიტომ რომ მეუფეშიო არის ილია მეორის შემოქმედებითი პროდუქტი. ის რომ საქართველოს ეკლესიაში სადღაც მარგინალური ძალები იყვნენ და არიან და დღესაც ინარჩუნებენ გავლენებს, ესეც ილია მეორის პასუხისმგებლობის საკითხი იყო. დღეს აღმოაჩინა ზენონმა, რომ ეკლესიაში რუსული გავლენებია? მანამდე რატომ არ საუბრობდა ამაზე ღიად? და ვინ არის ამის მთავარი სათავე? ვინ არის ამის განმაპირობებელი მიზეზი? შედეგები ეს ცხადია. დღეს შეიძლება შედეგებზე თამამად ისაუბროთ, მაგრამ მიზეზი ვინ არის ამის? ეს არის ყველაზე არსებითი და მნიშვნელოვანი. როდესაც მეუფეიობი საუბრობს, რომ რუსულმისის კრებაა თურმე მოსაწვევი, და მე ამაში ვეთანხმები, რომ ეს ასეა, მაგრამ თუ კი რუსულმისის კრებაა მოსაწვევი, რანაირად არის ჩვენი ეკლესია აღორძინებული, რანაირად არის გაბრწყინებული, როგორ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ილია მეორემ ამ პროცესს სათავე დაუდო? შემთხვევით ეს სამღვდელოება მისი მოვაწვევის პირობებში არ იქნა ხელდასხმული? ამიტომ გულწრფელობის სერიოზული პრობლემაა. როდესაც საუბრობენ იგივე იმაზე, რომ არის მაგალითად თურმე ეკლესიაში რაღაცა კგბ-ს გავლენები, როდიდან იწყება ეს? ამის ათვლა საიდან მომდინარეობს? ვინ იყო მათი ყველაზე საუკეთესო შეგირდი? ილია მეორე ცხადია. ახლა ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ის გარდაცვლილია და თქვათ რაღაცნაირად პირადი მოტივები მომძრავებს. ის მემკვიდრეობა, რომელიც ასე ამძიმებს ეკლესიას, აუცილებლად საჭიროებს ანალიზურ მსჯელობას თუ საიდან მომდინარეობს ეს პრობლემა. ამიტომ ღირსია მთავარეპისკოპოსი ზენონიც, მიტროპოლიტი იობიც ამ მდგომარეობისა. ღირსია დანიელიც, რომელმაც ადგა და ჯერ თქვა, რომ მე ასაკთან დაკავშირებით თავშე ვიკავებ, რადგან ასე ვარო, მე დიპლომიც არ მაქვსო, ბოლოს ესე იგი ლამისის თქვა, რომ საჭურისი ვარო. ეს ქონდა დარჩენილი და ამასაც იტყოდა, რა თქმა უნდა. და მიემხრო აგერ პრაქტიკულად ინერციით მიტროპოლიტ შიოს და ხმები წართვა სხვებს. არავინ არ იბრძოლა. დღესაც, როცა ისტორიული შანსი აქვს მღვდელმთავრებს, რომ გაერთიანდნენ ანტიშიო კოალიცია შექმნან. და რუსული გავლენების აი ამ ხუნდებისაგან ერთხელ და სამუდამოდ გაათავისუფლონ საქართველოს ეკლესია პირადი ამბიციების დათმობის ხარჯზე. ამას არ აკეთებენ. არ არიან კონსტრუქციული, არ არიან კოორდინირებული ერთმანეთთან, არ მოქმედებენ უნისონურად, შეთანხმებით. იმიტომ რომ მათ საერთო საზოგადო ზოგადი სიკეთე, ასე ვთქვათ, ანუ საეკლესიო პერსპექტივა არ აინტერესებს. მერკანტილისტები არიან.
კარიერისტები არიან, უტილიტარები არიან. მათთვის მნიშვნელოვანია ეს ისევ ფინანსური სარგო, სტატუს-კვოს შენარჩუნება. ნახეთ, ბოლო მომენტშიო, აი ამ კანდიდატების გამორჩევისა რამდენიმე ხრცოვანი უდამთავარი მორჭოფობდა შიოს მიემხრო. რატო? იმიტომ რომ დაინახეს სასწორის სპინა. იქითკენ გადაიხარენ, რომელიც თვლიან რომ რაღაც გარანტიებს მისცემს მათ. სინამდვილეში შიო ყველაზე ბრუტალური მმართველი იქნება. ერთი მხრივ ღირსია ეს სამღვდელოება იმისა, რომ მკაცრი ხელი მოხდეს. ეს ჰედონისტები, ეს გეილობი, ეს პედოფილური მოძრაობა, ეს გაზულუქებული მთავართა ეპისკოპატი ღირსია ნამდვილად შიოს. უბრალოდ მეორე ის არის, რომ აი დილემა ასეთი უცნაური გვაქვს, უარესი და უარესი. სამაგიეროდ შიოს მმართველობისას გაძლიერდება უფრო მეტად რუსეთი, უფრო დავიწროვდება ვერტიკალის ყელი, უფრო მეტად ცენტრალიზებული გახდება ეკლესია. უფრო იზოლაციონისტური, ობსკურანტული იქნება ეკლესია. საერთაშორისო არენაზე უფრო ინდიფერენტული და პასიური იქნება. იქნება უფრო ელიტური. იმ აზრით, რომ გაბატონებული ძალა ჩაიკეტება, შიდა კორპორატიული მდგენელით იხელმძღვანელებს, არ იქნება კომუნიცირება საზოგადოებასთან. აგერ შიოც ვნახეთ, არასდროს ის გადაცემაში არ მისულა, არ დამჯდარა და არ უსაუბრია. თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ მიტროპოლიტი შიო, რომელიც იღიმის უშუალოდ ესაუბრება ადამიანებს თავისი სისადავით და უბრალოებით, ესეთი არ გააჩნია მას ესეთი უნარები და როგორ. არასდროს ასე არ პოზიციონირებს ის. ეს არის მთელი უბედურება და აგერ ბერბიჭაშვილი გრიგორი შემძვრალია სოროში, როგორც მის მაჩვის ბუნებას ჩვევია ეს და არანაირი განცხადების არ იგებს, როგორი აღტკინებული იყო, როგორი აღფრთოვანებული სამეულში მოხდა, გაუვარდა ყარაულის თოფივით, ჟარგონზე რო ვთქვათ და ბედნიერია. უკვე გამარჯვებულად თვლის თავს, თუნდაც ამით, რომ ეს ყაჩაღი, ეს ბანდიტი, რეციდივისტი ადამიანი რას მოესწრო და იღებს. და ფიქრობს, რომ ამით მაინც ეპარქიაში კიდევ უფრო გაიჯეჯილებს და ისედაც წიხ ქვეშ გაგდებულ სამღვდელოებას მომიტევეთ ამ გამოთქმისთვის, უფრო მეტად დაამუნათებს. და სხვაგანაც უფრო გაყეყაჩებული, გაჯგიმული ივლის. თulis რომ აი მესამე კაცი მაინც ხوار, თუ მეორე არა ამ ეკლესიაში. სად არის აქ ქრისტე გეკითხებით? სულიწმინდა სადმონაწილეობს აქ. მღვდელმთავრებს ერთმანეთის ძულთ ნდობა არ აქვთ ერთი მეორის მიმართ, პატივისცემა. არავინ არ საუბრობს სახარებისეულ იდეალებზე. არავინ არ საუბრობს წმინდა დიდის ჯულის კანონის განწესებაზე. არავინ არ საუბრობს სულიერ მოწიფულობაზე. არავინ არ საუბრობს თავისუფლების ქრისტიანულ კატეგორიაზე. და ხედავთ პოლიტიკანებს, ხედავთ ამბიციებით დაბრმავებულ ადამიანებს, რომლებსაც მხოლოდ ეგოცენტრიზმი ამოძრავთ. ეს არის მათი შთაგონება, მათი იმპულსი. და ქრისტეს ადგილი ისევ სინედრიონზეა განსასჯელად. კვლავ ჯვარი არის მისი განსასვენებელი. და ისევ განწირულია ღმერთი მღვდელმთავრების მხრიდან უსამართლო მსჯავრისათვის. საქართველოს ეკლესიის სინოდი არის ანალოგი სინედრიონისა. იმ განსხვავებით მხოლოდ, რომ მან სჯულიც არავინ არ იცის და ინტელექტიც არავის არ გააჩნია. არათუ ახლა უმაღლესი განათლება ზოგ სკოლის ატესტატიც კი შეიძლება არ ქონდეს, რომ მოვიკითხოთ კარგად და ისიც მოპარულად და კარგულად გამოაცხადა ბრალებში. ნუ არ ვიცი, ხო მეუფეობის შემთხვევაში შესაძლოა ეს მართლაც ასე მოხდა. ისე ადამიანურად რომ გითხრათ, მეუფეიობი აი მაგ სამში მიუხედავად თავისი რაღაც ნაკლოვანებებისა, რომელთაც მე პრინციპული მიუღებლობა მაქვს ბევრ საკითხს. ადამიანურად ყველაზე კეთილშობილი, ყველაზე ქველმოქმედი და ამავდროულად ყველაზე გულუფრხულოც არის მეუფეიობი. თავისი ავკარგიანობით ვთქვით. იობი მათ სჯობს ადამიანური ნატურით. მე ასე ვფიქრობ.
შინაგანად ეს განცდა შეიძლება ვწდები. გრიგოლი ყველაზე ძვიერი და მზაკვარი კაცია, ვინც კი მაქსინოჩი არსებობს. შიო ყველაზე მართლაც საშიში, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით ვინ არის ის სინამდვილეში. და რა ტიპის ფატალიტებს ჩაატარებს. ასე რომ აქედან დასკვნა რა შეგვიძლია გავაკეთოთ. უბედურია ჩვენი ეკლესია. დაავადებულია. ეკლესია, რომელიც ესე ავადდება, არის კი ის ჭეშმარიტი ეკლესია? რა რეგენერაციაზე, რა გამოღვიძებაზე, რა რეფლექსიაზე შეგვიძლია ჩვენ საუბარი, რა რესურსით? ასეთი რესურსი არ არსებობს. აი, ილია მეორის დატოვებული ეკლესია. კორუმპირებულების, ჰომოსექსუალების, პედოფილების, მრუშების, რუსეთის გავლენის აგენტების, ქორვაჭრების და ათეისტების თავშესაყარი. ეს არის. ამას დაუპირისპირდი მე ჩემი სინდისით, ამას არ შევეგუე და ვიდრე სული პირში მიდგას ყოველთვის არჩევანს გავაკეთებ ჩემი პროფესიის და ღირსების სასარგებლოდ ღვთისშეწევნით და ვიტყვის სიმართლეს, რომ თქვენ ცხოვრობთ ციცრუეში, თქვენ გაქვთ ფეიქ ქრისტიანობა, თქვენ ხართ დექრისტოცენტრული ეკლესიის წევრები და თქვენ ტრიუმფალიზმში, თქვენ მითებში და მესიანიზმში ცხოვრობთ. ეს არის პაგანისტური ფსევდოქრისტიანობა, რომელიც ილია მეორემ შემოგასახად მართლმადიდებლობად. იმედს ვიტოვებ, რომ თითოეული მღვდელმთავარი ესე იგი აგებს პასუხს იმ ჩადენილ დანაშაულებზე, რომელიც მათ მიუძღვით ღვთისა და ერის წინაშე. ოღონდ ეს არ არის ჩემი რევანშისტული ახირება. პასუხისმგებლობის კუთხით მე მინდა რომ უბრალოდ მოხდეს ლუსტრაცია და საზოგადოებამ დაინახოს სინამდვილე. თორემ მათი დასჯა, მათი მოკვდინება ან რაღაცა სხვა სახის უბედურება კი არ გამიხარდება. არა, უბრალოდ ხალხმა რომ სწორად განსაჯოს მოვლენები და მიზეზ შედეგობრიობა, ამისათვის არის საჭირო რომ აი ამ ნახირმა, ამ ზოოლოგიურმა კოლექტივმა თავისი თვითპრეზენტირებით წარმოაჩინოს და შეხედეთ ერთმანეთზე როგორ ლაპარაკობენ. შეხედეთ რა დონემდე არიან დასული. შეხედეთ ან მათ აკადემიურ დონეს, შეხედეთ ან მათ სულიერებას, მათ ეთიკურობას. აბსოლუტურად ესე იგი სეკულარულ სამყაროშიც კი ვერ ნახავთ მსგავს ანალოგებს. აპატიეთ და ეს არის ბინძური კასტა. ის მინდა და რომ მეთქვა თქვენთვის. დიდი წუხილი და ტკივილი სხვათა შორის და სულაც არ ვარ ამით აღთუანებული. დიდი მადლობა.